მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ მე-12 სახლზე გავაკეთე ცოტა ხნის წინ ვიდეო დავდე და მინდა ცოტა კიდე განვავრცო მე-12 სახლის თემატიკა არ მეყომე თვითონ და წარმოედგენია საერთოდ თქვენც არ გეყავთ რაღაცები კიდე არის, ხა იმდენად დიდი თემა არის ეს, რომ რა თქმა უნდა თან ესე რომ თოლში დავდივარ და ძლივს დავდივარ და მთელი ამბები ესე მარტივად არ ჩანს ხოლმე. როგორც წესი, ესე მარტივად არ გადმოიცემა და დღეს ეხლა ამ ვიდეოში მიუხედავად იმისა, რომ ზეზე ბევრი ვილაპარაკე, მაინც მე-12 სახლში როგორ ვლინდება, ხო ეს არის შინაგანი მსხვერპლის გაღება, მაგალითად ეგოსგან განრიდება, მოდით ესე ვთქვათ, ხომ, მე-12 სახლი, მაგალითად ჩვენი ცნობიერება, ხო, მთავარი აქცენტი, როდესაც მიდის მე-12 სახლში, მაგრამ ამავე დროს ეს არის აღორძინებაც, ხო, ან რაღაცას ვკარგავთ, მაგრამ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი მე-12 სახლში, ფსიქოლოგიურ იდუმალებაში, მისტიკაში, ეზოთერულ ხედვებში, მაგალითად, ხო? ან თუნდაც მსახურებაში, ხო? შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი თავი, როდესაც აი ამ უხილავობაში ვპოულობთ ჩვენ მეს, მაგალითად, აი აქ ნამდვილად შეგვიძლია ხოლმე მზე გამოვიყენოთ მე-12 სახლის კუთხით, მაგრამ კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის მამა, რომელსაც ან ვერ ვხედავ, ან ჩემი სურვილები მზე, ზოგჯერ არის ხა ყოველთვის მამა, ისე რომ ვთქვათ, მზე, ну კი, რაღაც ფორმულაში ჩდება, მაგრამ ზოგჯერ არის სურვილები, ჩემი ეგო, ჩემი მზე, აი ჩემი მაგალითად ის რომ მე რაღაც მინდა რამდენად ჩანს ეს და რამდენად ხდება ამის ხარდაჭერა, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ აი ამ მე-12 სახლის გაცნობიერებით რო არ წავიდეს ის ილუზიებში, ფანტაზიებში, ზედმეტად მაგალითად რომ ყველა მეწოდება თემაში ერთი იცოდეთ რომ მე-12 სახლში პლანეტები ეს არის ხშირად რომ ყველა მეწოდება ან ყველას მესმის რაღაც ჩემ ხარჯზე ეს, ხო? სადღაც განსაკუთრებით მზეს სხვისი ეგოები, ან სხვისი პრობლემები, სხვისი შინაგანი მდგომარეობა, უბრალოდ აი სხეულის დონეზე გრძნობს, ხო, იმიტომ რომ ეს გრძნობადი სამყარო არის ნეპტუნური სფერო არის ეს ჩუმი დაფარული პროცესების დანახვის უნარი, ანუ ეზოთერული დაფარული ენერგია არის მე-12 სახლში. მაგრამ ასევე მინდა ეხლა პატარა ვიდეო შემოგთავაზოთ უკვე მთვარე როგორ ჩდება მე-12 სახლში, ხო? მთვარე განსაკუთრებით ქალების რუკაზე ეს მნიშვნელოვანი არის, აი ძალიან კლასიკური გამოხატული ფორმულა რო გითხრათ, ხო, მე-12 სახლში მთვარე, აი მზე თუ არის რომ მამა სადღაც წავიდა, მაგალითად ემოციურად ან ფიზიკურად მიუწვდომელი იყო, შეიძლება ხა ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა, მაგრამ ფიზიკურად ხშირად არ იყო სახლში თემა, ხო? და აი მე-12 სახლში მთვარე ეს უფრო დედის ისტორია არის ხოლმე, რომ დედა იყო ფიზიკურად მიუწვდომელი, ძალიან ხშირად, როცა მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც ზედა ემიგრაციაში ყავთ, მთვარე მე-12 სახლში უჩნდებათ ხოლმე. აი კლასიკურ ფორმულას, აი უკვე ვეკითხები ხოლმე ემიგრაციაში ხوار არის დედა, ან დიდი ხანი ხوار დაკტოვა. ეს სხვათა შორის მთვარე ურანმაც იცის ისეთი რაღაც, მაგრამ მე-12 სახლი არის, რომ აი ძალიან მაკლდა დედა და სადღაც შორს იყო, ხო, შინაგანად, ემოციურად მიუწვდომელი იყო. მე-12 სახლი რადგან არის ოცნებები, რადგან არის სურვილები შინაგანი, ხო, რომელიც ძალიან დაფარული არის. მთვარე ხშირად არის, რომ ადამიანი არის შეიძლება ემოციურად ძალიან ჩაკეტილი თვითონ, მაგრამ სხვების ემოციების ესმის ძალიან კარგად. ყველას ემოციას ატარებენ საკუთარ თავში, ხო? აი შეიძლება ადამიანი, რომელიც მასთან ან წუწუნებს, ან ტირის, ან რაღაც პრობლემებზე საუბრობს, გაატაროს თავის თავში, ხო? სადღაც რომ აი იგრძნოს ისევე ყველაფერი როგორც ხვამ, ხო? მზეს მე-12 სახლს ახასიათებს უფრო ცნობიერებაში ატარებს ყველაფერს, ხვის ტკივილს, ხვის პრობლემს ცნობიერებაში ატარებს, ხო, იდენტობაში ატარებს და მთვარეს არის ემოციაში ვატარებ მე ხვის პრობლემებს, ხვის ემოციებს გრძნობ, აი ესე არის ხოლმე მთვარე და ყველაზე ცოტა ისეთი პრობლემა არის, რომ სხვებს არ ესმით ჩემი ემოციების, მაგრამ მე მესმის ყველასი. აი სადღაც განმარტოება არის, საკუთარ ემოციურ სამყაროში განმარტოება არის. საერთოდ კლასიკურ ასტროლოგიაში რატო არის ხა მე-6 სახლი არის ჯანმრთელობა, მე-12 სახლი არის უფრო მენტალური ჯანმრთელობა, ხშირად ესე ვიცახით, ხო? და მთვარე მე-12 სახლში ხშირად თქვენშიც ზეც მე-12 სახლშიც მთვარეც ეს ყველაზე გამოკვეთილი პლანეტები, ესე ვიცახით ასტროლოგიაში.
და ფსიქოსომატური დაავადებები, ან ძნელად დიაგნოსტირებადი დაავადებები იცის ხოლმე, ან გართულებული, აი ისევ ფსიქოსომატურად, რაღაცა შიგნით მაწუხებს, რაღაც დანაკარგი არის, რაღაცა სევდა არის და ის უკვე აი სადღაც მიკაკუნებს, ხო? აი ხშირად შეიძლება ისეთი ქრონიკული დაავადება ქონდეს ადამიანს მე-12 სახლის, რომელიც სერიოზული არ არის. ხო, აი, ან დაავადებად რო არის, აი შაკიკი მაგალითად რო დაავადებად არ ითვლება, მაგრამ ნუ სიმპტომურად ეს ფსიქოსომატიკა არის, რა თქმა უნდა, აქ უფრო და აი უფრო ესეთი სტილის დაავადებები შეიძლება მე-12 სახლს ახასიათებდეს, მაგრამ არ არის აუცილებლობა, ხო? ასევე მე-12 სახლში მთვარე ეს არის, რომ ემოციურად რა არის მთვარე, კომფორტულად სატარ ყველაზე ჩემი შინაგანი ყველაზე კარგი კომფორტი შედავარ. მე-12 სახლი იზოლაცია არის, სიჩუმე არის, სიმშვიდე არის, აი სიწყნარეში უფრო კარგად არის ეს გითხარით, ადრე ინსპექტორი არის მე-12 სახლი და აი ამ სმენაში, ანუ აი ამ სიჩუმეში, სიმშვიდეში თითქოს მთვარე შინაგანი ემოციები, შინაგანი კომფორტი უფრო ძლიერდება. უფრო აი ჯანმრთელობაზეც რო კარგად ისახება. ხო მე-12 სახლი არ არის მარტო მარტოობა და ჩაკეტილობა, ეს ემიგრაცია არის, უცხოეთი არის, შორი ქვეყნები არის მაგალითად, ხო? ბუნება არის, მეგობრებო, სეირნობა ბუნებაში, მარტო რო სეირნობს ადამიანი და აი ძალებს რო იხდგენენ ხოლმე, ეს ერთ-ერთი როცა პირადი პლანეტები ყავს მე-12 სახლში, ერთ-ერთი საუკეთესო არის ხოლმე განმარტოებით სეირნობა. ან 2-3 ადამიანთან ერთად სეირნობას და არა მე-11 სახლი ჯგუფები, 10 კაცი, 5 კაცი და მე-12 სახლი უფრო მარტოობა არის 2-3 ადამიანი, აი სიმშვიდე უფრო მეტი რო იყოს, ხო? აი უფრო ეს ენერგია არის და მთვარე მანდ მე-12 სახლში ეს არის, რომ მე კომფორტულად ვარ, ან ბუნებასთან ურთიერთობა იწყებს, წყალთან ახლოსაც ძალიან კარგად არიან, ზღვებთან, ოკეანეები, აი წყლის სტიქია. დამომშვიდებლად მოქმედებს ხოლმე მათზე. სხვათა შორის მე-12 სახლი ასევე არის ჩვენთან, აი იცით როგორი უცხოეთი, მე-9 სახლი თვარია წავედი სადღაც სასწავლებლად ევროპაში. აი მე-12 სახლი არის წავედი სადღაც რო არავინ არ მიპოვოს და მარტო ვიყო. აი ხშირად თვარე მე-12 სახლში არის ერთ-ერთი ვარიანტი ხოლმე ემიგრაციის, ან სადღაც სხვაგან როცა ვარ უფრო უკეთესად გრძნობ თავს, მაგალითად ან განმარტოებით როცა ვარ, ან სადღაც მიდივარ ჩემთვის, აი ესეც გამოხატულად შეიძლება იყოს. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? არა, ზოგჯერ აუცილებლად წავიდეთ სადღაც, ხო, რომ მე-12 სახლი გავააქტიუროთ. ზოგჯერ არის ადამიანი არის ხალხში, მაგრამ არ არის. ემოციურად არ არის ჩართული. სადღაც მე-12 სახლს უყვარს, რომ აი სადღაც განმარტოებით არის. მე მე-12 სახლმაც იცის ეს, ცნობიერ დონეზე, რომ მე სადღაც ხალხში ვარ, მაგრამ იქ არა ვარ, არ ჩანვარ. და ეს ჩემი არჩევანიც არის, რომ არ ჩანვარ, ანუ არ ხმაურობ. ეხლა პირველ სახლელი მზე იხმაურებს, ენერგეტიკულად იხმაურებს, ხო, სადღაც შეიძლება ორივე ერთნაირად მოიქცნენ, მე-12 სახლიც და პირველ სახლიც, მაგრამ პირველ სახლელი ხმაურობს ენერგეტიკულად, ხელს ეთყობა, ხო, მზე მაგალითად და მე-12 სახლელი სადღაც აი ენერგეტიკული ველია თითქოს დახურული, ხო? ცოტა ეზოთერულ პრაქტიკაში რო გადავიდეთ, მერვე სახლსაც და მე-12 სახლსაც აი ვამბობთ ხოლმე იქითა სამყარო, მერვე სახლი არის აი სხვისი ენერგიები, მართლა მე-12 სახლი არის უფრო ზოგჯერ ილუზორული სამყარო, აი მენტალური ჯანმრთელობა. რო გითხარით მაგალითად, აი როცა არის ძალიან მე-12 სახლის თემა რთულად, ჩვეულებრივ პლანეტებზე ზოგჯერ არის რომ რაღაც ფანტაზიები და რეალობა ერთმანეთში გვერევა ხოლმე. აი რაღაც ოცნებაში თუ გადავედი და ზოგჯერ მგონი არის ესე არის, ხო? აი მანდ როდესაც არის უკვე დაზიანებული მე-12 სახლი, მე-6 სახლი და მთელი ამბავი, მანდ უკვე შეიძლება აი მაგალითად შიზოფრენიას რო ეძახიან ესე გამკვეთელად, ხო? რომ ის ხმები, აი ეზოთერიკა მაგალითად ამბობდა, იკვლევდნენ ამას ზოგიერთი და ამბობდნენ, რომ აი შიზოფრენიის დროს მართლა ხედავენ სხვებს. ხა რამდენიც ესეთ ხა ცოტა სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ ვინც სწავლობს ასტროლოგიას უფრო გასაგები რო იყოს, როდესაც ვამბობთ, რომ მე-12 სახლი როცა არის ჩართული მენტალურ ჯანმრთელობას რო უყურებთ, მე-12 სახლი არ არის რომ ვიღაცები მართლა არსებობენ და ის დავინახე. ეს უფრო ფანტაზიები არის ხოლმე ხშირად, უფრო წარმოსახვითი სამყარო არის და ადამიანი აი ამ წარმოსახვაში უკვე ისე იკარგება და შეიძლება ბევრი მე-12 სახლილი იყოს
მაგრამ ესეთი არაფერი არ ჭირდეს, ანუ აქ კიდე ცოტა სხვა რაღაცები არის, ხო? იქ დამატებით საჭირო. მე უბრალოდ ისე გეუბნებით, რომ ჩვეულებრივ მე-12 სახლებსაც ახასიათებს, რომ რაღაც შეიძლება ფანტაზიაში იქნას წარმოსახვითი და ეგრე არ იყოს სინამდვილეში, ხო? აი ესე იგონოს თვითმოტყუებასაც ვეძახით. ოღონდ უნდა იყოს ეს ძალიან დაზიანებული. ხა თუ არ არის დაზიანებული, მაგალითად, ხო და ან თვითონ რუკა აქ ადამიანს ისეთი, რომ ძალიან კარგი ცნობიერება აქვს, ხო, ძალიან კარგად ხედავს რაღაცებს, ხო? აი მენტალური მხარე, ემოციური ინტელექტი, მენტალობა აქვს ძლიერი, კოგნიტური მხარე აქვს ძლიერი. აი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს განცდა, რომ უფრო გულმოწყალეობაში გადიოდეს და არა ილუზიებში. მაგალითად მე აი ვიცი რომ ესე მომექცა, ვიცი რომ ესეთი არის, მაგრამ მე მაინც მიყვარს, მე მაინც პატიობ, მე მაინც მეწოდება. აი აქ გადავიდეს. უმეტესად ახლა ჩემი გამოცდილებით უფრო აქ გადადიან ხოლმე, ვიდრე მოვიგონო ის რეალობა, რომელიც არ არსებობს, ხო? რატო ხდება ეს მოვიგონო რეალობა? იმიტომ რომ გაქცევა არის რეალობისგან, მე-12 სახლი მე სხვაგან მინდა სადღაც ვიყო, ხო? იმიტომ რომ ეს ცოტა სუსტი ენერგია არის მე-12 სახლი მკუთხით, რომ აი მატერიასთან, რეალობასთან არ მინდა კონტაქტი. აი რო შევადაროთ ცოტა გაცრეცილი ბურუსი, აი ესეთი რაღაცა მოდის მე-12 სახლი, მაგრამ ჩაოლებრივად როცა მთვარე არის, მან და ესეთ ემოციებს გრძნობს ადამიანი ძალიან კარგად ხვებისას. ოღონდ ზოგჯერ არის რომ ხა მთვარე ჩვენთან სხეულთან კონტაქტი არის. სხეულთან კონტაქტი ეს არის ემოციებთან კონტაქტი. მაგალითად, როდესაც ხშირად არის რომ მენტალურად რაღაცას ვერ გავაცნობიერებთ, უნდა შევიგრძნოთ ეს ყველაფერი, ხო? და რომ შევიგრძნო, აქ სხეული მჭირდება, მთვარე მჭირდება, როგორც ინსტრუმენტი, როგორც მატერიალური საშუალება, რომ ეს ემოციები ვიგრძნო. და მე თუ აქ მე-12 სახლში ვყავს მთვარე, ან ნეპტუნთან არის ასპექტირებული, ან ბევრი კომბინაცია გვაქვს ამისი, მე შეიძლება ვერ ვგრძნობდე. აი ბურუსში ეხვეოდეს, აი არ ვიცი რას გრძნობ, ხო, სადღაც მე-12 სახლს ახასიათებს ეს, რომ არ ჩანს მკვეთრად გამოხატული მიზეზი, ან მკვეთრად გამოხატული ემოცია, მაგალითად, ხო? აი, მთვარე თევზისგან ამით განსხვავდება მე-12 სახლი. მთვარე თევზებში თუ არის, რომ მე უბრალოდ გულმოწყალე ვარ, უბრალოდ ემოციური ვარ, უბრალოდ ხვების მესმის, მე-12 სახლი აქ იკეტება ძალიან საკუთარ სამყაროში, ხო, შინაგანად და აი თითქოს საზღვრები აქ აი ესე მოკეტილი საერთოდ არის შენთან, მაგრამ ახაც მომენტში გადის უცებ სხვა ემოციაში, ხო, თვითონაც ვერ ხვდება სად გავიდა. რას გრძნობს თვითონაც ვერ ხვდება იმ მომენტში, ხო? და ეს ეხმარება, ანუ შეიძლება ეს პირიქით კარგი პოზიტიურადაც გამოიყენოს ადამიანმა, როგორც დიდი წარმოსახვითი სამყარო, მაგალითად, დიდი შინაგანი ემოციური უნარები, ხო, რომ მე რაღაც ამ ემოციით შემიძლია შევქმნა რაღაც შემოქმედებითი ვიყო, მაგალითად, შემოქმედებითად გავიშალო, ან ემოციურად გავიშალო ვიღაცებთან, ხო, მაგრამ კარგი იქნება ხოლმე ამ თვარეზე ცოტა მუშაობა როგორც შინაგან კონტაქტზე, როგორც ზე უნდა ამუშავოს მე-12 სახლურად ადამიანმა, რომ თავის იდენტობა უნდა იპოვოს. აი გამოიკვლიოს, ემოციურად იპოვოს, ხო, აი ღრმა ქვეცნობიერში იპოვოს. თვალეც იგივე არის, ღრმა ქვეცნობიერ პროცესებში. ჯერჯერობით ეს არის როგორც მამასთან, ზე თუ არის მამასთან ის დაფარული თემები უნდა აღმოაჩინოს და გადაატრანსფორმიროს. მთვარე ჩვენთან უფრო დედის ენერგია არის. აი დედასთან აი ის ემოციური კონტაქტი უნდა სადღაც გაირკვეს, ხო, სადღაც უნდა იპოვოს ადამიანმა, რა ხდებოდა დედასთან და გადაამუშავოს. ოჯახთანაც რა ხდებოდა, ხო? აი თითქოს მთვარე, აი ცოტა დიდ გაგებას ჩვენთან სამშობლოს მართავს, იდენტობას მართავს, როგორც აი ეროვნულ იდენტობას, ოჯახურ იდენტობას და მე-12 სახლი კოსმოპოლიტური არის. აი მე მთელ სამყაროს ვეკუთვნი. ემოციურად მე ყველას შემიძლია მოვერგო. ხო, აი ეს არის მუტაბელური ჯვარი არის, ხო, მე-12 სახლი, აი ცვალებადი არის, ყველას მოერგება, მაგალითად ესეთი მთვარი, შენც გიგრძნობს, შენც გიგრძნობს, ყველას იგრძნობს. აი ეს აი თქიფება მისი ემოციური სამყარო ბევრში. და ეს პოზიტიურადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო, როგორც წვდომა ადამიანების ემოციებთან და ნეგატიურად იმ კუთხით, რომ საერთოდ ვიკარგები ამ ყველას ემოციაში და მე აღარ ვიცი მე რას გრძნობ. მე რა მინდა ეს აღარ ვიცი, ხო, აი აქ მივდივართ ხოლმე ამ შემთხვევაში და ესეც ძალიან დასაკვირვებელი არის და ძალიან ყურად აღები არის, ესე რა ვთქვათ, აქ ემოციური კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან. ეხლა მე რას გრძნობ? აი მაგალითად მე რო ბავშვი მყავდეს მე-12 სახლელი, მთვარე მე-12 სახლელი რო იყოს. შეიძლება ეს უკვე ყვებოდეს, აი მე მაგალითად როგორც ასტროლოგი, მაგალითად რომელიც ამდენი წელია ახლა ამ
ასპექტებზე მუშაობ, ხო? და იქ შეიძლება დედას სხვა რაღაცა გონია და ხა რეალობაში სხვა რაღაცას ხედავ, მაგრამ არ ვამბობ ხოლმე ყველაფერს ესე ვთქვათ. მაგრამ ეხა ეს შეიძლება ერთ-ერთ ვერსიად პირველი, აი ყველაზე მასიურად გავრცელებული რა მესიჯი შეიძლება მოვიდეს ჩემთან. კაცო, მე ხო არა ვარ ზედმეტად ფანტაზიებში, ილუზიებში, ძალიან და ხარ დავფრინავ სადღაც. რადგან შულს მე-12 სახლი აყავს. ეს პირველი ვარიანტი, რაც მომივიდა და ანუ ხო აი ნეპტუნიანელ დედებს ახასიათებს ხოლმე ხშირად, რომ ბავშვს თაყრეყავს მე-12 სახლში. აი ძალიან ეზოთერიკაში და ძალიან მისტიკაში და ძალიან იმაში ხო არა ვარ გადავარდნილი ვიფიქრებდი. მეორე მომენტი ვიფიქრებდი. თქვა ეს ერთ-ერთი კარგი ვერსიაც არის ხო, რომ დედა რაღაცა ძალიან ნეპტუნიანელი არის ხო, ეს ემოციური მგზნობი არის. მეორე ვარიანტი შეიძლება ეს არ იყოს, მაგრამ იყოს სხვა ვარიანტი. რომ მე ძალიან ხარ ვკრავ ბავშვს ხელს, ხო არა არის ისე, რომ მისი ემოციები არ მესმის, მასთან კონტაქტი ემოციური არ მაქვს და თითქოს ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. ეს მეორე ვარიანტი არის, ხო, რომ აი არ ვგავართ ერთმანეთს ემოციურად, ენერგეტიკულ სტრუქტურაში არ გავართ ერთმანეთს და ამ დროს შეიძლება ძალიან ვგავართ, მაგრამ არ გვესმის ერთმანეთის. აი სხვადასხვა ვიბრაციაზე ვართ და ბავშვი გრძნობს ამას და გარეგულად გრძნობს თავს, ხო? ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ურთიერთობა მქონდეს, შეიძლება ძალიან კარგად ვიყო ბავშვთან, სულ ერთად ვიყოთ, მაგრამ აი ეს ემოციური კონტაქტი მე მასთან არ მქონდეს. არ ვგავდეთ ერთმანეთს, ხო? ეხლა მიუხედავად იმისა, რომ აი მართლა არ ვიცი ადამიანი, რომელიც არ მესმოდეს, არ ბრძნობდე, ხო? მეც ეხლა წყლის ნიშნები მაქვს ბევრი ძალიან რუკაში, მერკურის კირჩხიბში მყავს მაგალითად, მე-12 სახლში მყავს და ანუ ეხლა ეს ემოციური წდომა ძალიან თან ახლა პროფესიულადაც ვსწავლობ, ხო, აი ამ ფსიქოლოგიას და ამდენი წელი ამ სფეროში ვარ, მაგრამ არის ისეთი მომენტიც, მეგობრებო, როდესაც აი უბრალოდ იმდენად განსხვავებული ადამიანი ჩემგან თუნდაც, რომ მე კი მესმის გაგების დონეზე მესმის, მაგრამ ვერ ვგრძნობთ ხოლმე ერთმანეთს, ხო? აი ხდება ესეთი რაღაც, აი რაც არ უნდა ხარ ძალიან დამუშავებული ემოციური ინტელექტი გქონდეს, მაინც არის რომ ხო, ისეთი არის ადამიანი, რომელიც არც ერთ შენ ასპექტს რო არ იმეორებს, არც ერთ შენ კომბინაციაში არ ჯდება, სინასტრიას გულისხმობ უკვე აქ და ოკეი, გასაგებია. აი ესეთი შვილი შეიძლება ყავდეს მზე მე-12 სახლელი. ან მისთვის იყო ეს შენ, რომ მას ესმის ყველაფერი გრძნობს, მაგრამ შენ ვერ გრძნობ მას. აი ესეთი მომენტი შეიძლება იყოს. მზე მე-12 სახლშიც ესე არის. შეიძლება მე ძალიან გრძნობ მამას, მაგრამ ის ვერ მგრძნობს. ან ის მგრძნობს, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ. აი ესეთი რაღაც არის, ძალიან უხილავი ფსიქოლოგიური შეგრძნებების დონეზე არის, ხო, მე-12 სახლი. და მთვარე ესე, აი ამას ვიკითხავდი ჩემ თავში, რომ რაღაც არის ისეთი, რომელიც მე ვერ ჩვენ ერთმანეთში ძალიან უხილავ დონეზე ვერ შევდივართ. და აქედან ვყალიბდება ბავშვს, რომ მე მარტო ვარ, მე გარიყული ვარ სადღაც და ან მესამე ვერსია. არც ერთი არ ჯდება და უბრალოდ წავედი ემიგრაციაში, ბავშვი დაუტოვე მშობლებს სიტყვაზე, ხო? ერთ-ერთი ცნობილი кейსი ხოლმე. ან მე ძალიან მიჭირდა, მუშაობდი და ბავშვი ხშირად იყო მარტო მაგალითად. აი სატურნმა მე-4 სახლმა იცის, რომ ფიზიკურად მარტო იყო სახლში, სულ მარტო და მელოდებოდა და აი მე-12 სახლი არის უფრო რა აი ბებიასთან იყო, ან სხვასთან იყო და უბრალოდ სახლში არ ვიყავი სულ. აი ესეთ ვერსიაც არის ხოლმე მზე მე-12 სახლში. და აქვს უკვე ადამიანს განცდა, რომ ემოციურად ის არის მიტოვებული მე-12 სახლი, ხო? აი თვითონაც შეიძლება ამას ვერ გრძნობენ, მაგრამ აი როცა ფსიქოლოგიურად შევდივართ ხოლმე ურთიერთობაში, აი განცდადობაში ესე არის. ეხლა რა მინდა გითხრათ, რომ რეალობა რაც ხდება და ჩვენი შინაგანი ემოცია ძალიან შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ ქვეცნობიერში როგორი განცდადობაც არის, რეალობა ის უფრო არის მისთვის, ვიდრე ფიზიკური რეალობა. ამიტომ რუკა აჩვენებს ხოლმე უფრო ჩვენ შინაგან ემოციურ მდგომარეობას, ვიდრე მხოლოდ რეალობას, ხო? რეალობა შეიძლება იყოს რაღაც 20%, ხო, ჩვენმა ფსიქიკამ ეს აიღიქვას 80%-ში, ხო? მძაფრად. ან მან ესე იგრძნო თავი. და ქვეცნობიერისთვის ახლა მართლა ფიზიკურად ადგენენ და მიმატოვეს თუ უბრალოდ ემოციურად არ იყვნენ, ეს მისთვის არ არის მაინც მნიშვნელოვანი. მიტოვება არის, ქვეცნობიერი ესე აღიქვამს, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა მესმის, იმიტომ მე-12 სახლი რა არის, ახლა მე არ ბრაზდები, მე მესმის, მე არ მწყინს, მე ვაიდეალებ დედას, ან მე ძალიან მეყვარს მაგალითად, მაგრამ ჩემ ქვეცნობიერში უნდა ვეძებო აქ სადღაც მიტოვების ტრამვა.
სადღაც არ იყო საკმარისი ის ყველაფერი. ხომ მე თუ მკითხავთ ხა ყოველთვის გვაქვს პრობლემა ამ მშობლებთან, ხო, რაც არ უნდა იყოს და ჩვენ შვილებთანაც აქვს ჩვენთან პრობლემა, ხო, ახლა არ არსებობს იდეალური და მე თქვენ გეტყვით, რომ რაც უფრო იდეალური მშობლები მინახავს, მით უფრო პრობლემური ყოფილა ბავშვი. იმიტომ რომ ის იდეალური სამყარო გამოდის მე ბავშვი გარეთ და პატარა ბავშვი არის, ვერ გაიზარდა. ზუსტად იმ კომფორტულ ზონაში და არატრამვირებულ გარემოში სიტყვაზე და ყველაზე დიდი ტრაუმა შეიძლება ეს იყოს, ხო, მისთვის. ასე რომ რაღაცებში კრიზისები ძალიან მნიშვნელოვანი არის და სერიოზულად ვიზრდებით ჩვენ ამ კრიზისებში და დარდი და ვაიმე ჩემი შვილისთვის კარგი არ ვიყავი ან დეეჯემი კარგი არ იყო ამას ჯობია ჩვენ დავინახოთ რომ კი მაკლდა აბა ეხლა რა მასწავლა ამ ყველაფერმა ხო ან მაკლდა და დავინახოთ ჩემ თავში რომ მაკლდა აი ამას მეაქციეთ ყურადღება ამ შემთხვევაში რომ თვარე უფრო ესე მუშაობს მე-12 სახლში შინაგანი დანაკარგის განცდა ზრუნვის და ამ ზრუნვაში რა მოდიოდა მე თუ არ მასწავლის ბავშვებიდან ემოციური კონტაქტი საკუთარ თავთან მე ხელთან კონტაქტი არ მაქვს არ ვიცი რას გრძნობ ვირუსში ვარ სადღაც ვიკარგები ანუ რეალურად ამას უნდა დავაკვირდეთ თვარე მე-12 სახლზე რომ სადღაც არის დედა პოტენციურად ოჯახი ზრუნვა ემოციური კონტაქტი დაკარგული აი უხილავ ძაფებს გეუბნებით. შეიძლება მე ადამიანმა არაფერი არ მელაპარაკოს. შემხედოს და თვალებით გრძნობდე რომ ივან იცის, ანუ ის მგრძნობს. და ჩვენ კონტაქტი გვაქვს. აი უხილავად, აი გულში ყავს ხო ვიღაცა მაგალითად ან ემოციაში შემოვიდა. უბრალოდ შემოგხედა და აი ჩემიანია რომ ვამბობ. აი ეს არის მთვარის დონე. და მე-12 სახლში როცა არის მთვარი, აი ეს კონტაქტი ვერ დგება. და ზოგჯერ არც იციან რომ ეს არსებობს. აი ეს არის ხოლმე მთვარის ტრამვას რო ეძახით ხო და აი შინაგანი ხა კაცებთან ესე მაინც არ ყვირის იმიტომ რომ მთვარე კაცებთან იმდენად უფრო ქალი არის სადღაც დედის როლი არის კაცთან რომელიც ღრმა ურთიერთობებში ძიდება როგორც მიუწვდომელი ან აი რომ ემოციურად ვერ მიდიხარ ადამიანთან ხო და დაახლოებით ესეთი შეგრძნება, აი მეც მაგალითად რომ მქონდეს, ახლა მთვარე მე-12 სახილთან ურთიერთობა შეიძლება ეს შეგრძნება მქონდეს, რომ აი მიუწვდომელია ემოციურად ჩემთვის, ხო? აი მე რაღაცას უხსნი, ის თავს მიქნევს, მაგრამ აი შეგრძნების დონეზე არ აქვს. ან მას მქონდეს ესეთი განცდა, რომ მე რაღაც მინდა ვიგრძნო და იქიდან ეს არ მოდის, ხო? აი დაახლოებით ესე რო აგიხსნათ მთვარე მე-12 სახლში. შემდეგ ნელა კიდე მიყვები სხვა პლანეტებსაც, სხვა ვიდეოებში. მე მგონია რომ ეს სერიოზულად საინტერესო თემა არის და კიდე იქაც უფრო გავშლი მე-12 სახლს უფრო სიღრმისეულად. და თქვენი კომენტარებიც მაინტერესებს, რა გაინტერესებთ უფრო, რა იცით ამ მე-12 სახლზე, როგორ მუშაობს თქვენთან ეს მდებარეობა და იმის მიხედვით უფრო დავგეგმავდი რა გაინტერესებთ და რაზე უნდა ვისაუბრო, ხო? და მე მგონი ამ ვიდეოში ცოტა გასაგები გახდა გარკვეულწილად რას რეალურ кейსებზე გეუბნებით, რას უნდა შევხედოთ და არა აი წერია შაბლონები მაგალითად, რომელიც ხა მაინც არ მუშაობს, ხო? მაშინ დაგემშვიდობებით და ველოდებით თქვენს კომენტარებს. დროებით.